ხშირად მეუბნებიან ქალბატონები, რომ შევედი მენოპაუზაში, არ მაქვს მენსტრუაციები და გთხოვთ აღვადგინოთ მენსტრუაცია. და ძირითადად ისინი ითხოვენ მენსტრუაციის აღდგენას იმ აზრით, რომ მენსტრუაცია ასოცირდება ერთგვარ ახალგაზრდობასთან. ერთი სფერო შეიძლება ითქვას ასეცაა, რადგან მენსტრუაცია ახასიათებს მხოლოდ რეპროდუქციულ ასაკს. ეს არის შვილოსნობის პერიოდის ასაკი, როცა ქალს შეუძლია ორსულობა და როცა ქალს შეუძლია ორსულობა, ის არის ახალგაზრდა. თუმცა მენსტრუაციის აღდგენით და ის შესაძლებელია, მაგრამ მენსტრუაციის აღდგენით წლების დაბრუნება, ანუ რეპროდუქციულ ასაკში შესვლა შეუძლებელია. ქალი რჩება მენოპაუზის ასაკში, პერიოდში, მაგრამ აქვს მენსტრუაციები და ეს უბრალოდ დაკავშირებულია იმასთან, რომ ჰორმონები, რომელსაც ის მიიღებს, ის იწვევს ენდომეტრიუმის ზრდას და ციკლურად მის ჩამოშლას, რაც გვაძლევს ესეთ მენსტრუაციის სახის გამონადენს. როცა ქალი შედის მენოპაუზაში, ჩვენი პრიორიტეტი უნდა იყოს არა ის, რომ აღვადგინოთ მენსტრუაცია, არამედ ის, რომ მოვახდინოთ პრევენცია იმ დაავადებების, რომელიც ახასიათებს მენოპაუზას, რომელსაც იწვევს ესტროგენების დეფიციტი და რომელთა განვითარება ხდება უფრო სწრაფად მენოპაუზის პერიოდში. ეს არის ოსტეოპოროზი, გულსისხლძარღვთა დაავადებები, ინფარქტის, ინსულტის რისკი, უროგენიტალური სისტემის პრობლემები და ასე შემდეგ.